მსოფლიოში წლიდან წლამდე ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ერთი რამ მუდმივად რჩება. როცა საქმე საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქის დასახლებას ეხება, პირველი ადგილისთვის თითქმის ყოველთვის ვენა და კოპენჰაგენი იბრძვიან. წელს ეს დაძაბული შერკინება დანიის დედაქალაქის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილი ამ მხრივ ავსტრალიის ქალაქმა მელბურნმა დაიკავა, რომელიც გასული წლის შემდეგ ჩამონათვალში საგრძნობლად დაწინაურდა. მეოთხე და მეხუთე პოზიციებს სიდნეი და ციურიხი ინაწილებენ. რაც შეეხება ათეულის სხვა წევრებს, მათი სია ასე გამოიყურება: ოსაკა, ადელაიდა, ვანკუვერი და ტოკიო. ეს ინფორმაცია ბრიტანელმა კვლევითმა მედია ორგანიზაციამ 173 ქალაქის შესწავლის შედეგად მოგცა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების სიას. ისინი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ადგენენ, როგორებიცაა სტაბილურობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, ცხოვრების ხარისხი, ეკონომიკა, სამუშაო პირობები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. სპეციალისტები თითოეულ მათგანს ოფიციალური ინფორმაციისა და სტატისტიკის საფუძველზე აფასებენ, შემდეგ კი ამ კრიტერიუმებით ანიჭებენ ქულას. ხო, ავსტრიის დედაქალაქი ვენა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იყო ამ კრიტერიუმებით ლიდერი და მოწინავე პოზიციაზე. მე მოგეხსენებათ თქვენ, რომ 3 წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მეცხოვრა ქალაქ ვენაში, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი დაკვირვებით, აბსოლუტურად იდენტური პრობლემები იკვეთება ხოლმე, აი ცხოვრების განმავლობაში, რაც ჩვენ გვხდება დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში. მე არ ვიძახი რომ დავუშვათ რაღაცა ცხოვრების ხარისხი შეიძლება იდენტური იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემაა იქაც და ამ რაღაცა ფასადური სილამაზის და მრავალფეროვნების მიღმა საკმაოდ ბევრი საჭირბოროტო თემა ტრიალებს. მე მესმის რომ მე ამ შემთხვევაში ვიყავი ემიგრანტი და ეს ცხადია რომ რაღაცა ამ შემთხვევაში გადადის ხოლმე მონატრებაში კი, მაგრამ აი მე თან რაღაც დამკვირვებლის პოზიციაშიც ვიყავი იქ, იმიტომ რომ მქონდა ამის შესაძლებლობა და აი გულწრფელად რომ გითხრათ, მართლაც არ არის ეს რაღაცა ძალიან დიდი სხვაობები, რაც ცხოვრების ხარისხსა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ის სხვადასხვა სისტემები მუშაობს და არის ძალიან გამართული და სწორედ ამიტომ აძლევენ ხოლმე ასეთ შეფასებას, მაგრამ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ როდესაც ჩაიხედები და ჩახედავ შიდა სამზარეულოს, ამ შემთხვევაში ცოტა წარმოდგენები შეგეცვლება. როგორც ნებისმიერ ასაკში, ასევე